დანიაში განვითარებულ მოვლენებზე. რასაც ჩვენებს ეს თქვენთვის გარდა იმისა, რომ ბევრჯერ ითქვა, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ბრიუსელი თბილისთან მიმართებაში ორგანიზ სტანდარტით მოქმედებს და ეს აქტიურად გამოაჩინა კოპენჰაგენის მაგალითად. უბრალოდ ყოველისა ეს საჩენს იმის აღქმას, რომ ბრიუსელისთვის, ზოგიერთი დედაქალაქისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქცევა. ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ ადამიანურ მოპყრობასთან და ის რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად ჩვენ გვესმის მართლაც ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ უნდა ძაღლები მიექციათ თურმე და ხელკეტები ერტყათ ადამიანებისთვის და შემდგარიყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი არის, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს მთლიანად ეს საქმე, დასჯილი იქნას ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა და შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლების ჩათვლით დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა, ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოტყუებით და იძულებით, მათ შორის არასოწლოვანი 12 წლის გოგონები მოტყუებით მოახდინეს მათი სტერილიზება და დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართული იყვნენ, დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან. ეს პრაქტიკა გათანაბრებული არის ბევრის მხრიდან გენოციდთან, რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი შეფასებები ამ პრაქტიკის მიმართ, ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან და ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ რჯიან დამნაშავებს, ეს არის აღმაშფოთებელი, რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიებული იქნას ბოლომდე და ყველა იქნას დასჯილი. და მესამე, ჩვენ მოვისმენთ ასევე რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი, რომ კი, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ანუ ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, ძაღლების მიქცევა და ხელკეტებით ცემა მშვიდობიანი პროტესტანტების. ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ თავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მე შეიძლება უკვე რომ ცემო მშვიდობიანი მომიტინგეები და ძაღლებით გაიწიო მათკენ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც არის და ასევე სამწუხაროა, რომ ვერც ერთმა ელჩმა საქართველოში ყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ერთქვა და აქ მხოლოდ ორი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. ერთი, რომ მათ ეშინიათ, რომ გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე და მეორე, მათთვისაც ესე იგი ეს მისაღები არის და მე მგონი ეს მეორე უფრო რეალური ახსნა არის, ვინაიდან ზუსტად იგივე და მსგავსი კადრები ვიხილეთ ჩვენ ბერლინიდან, პარიზიდან და სხვა დედაქალაქებიდან. გამოეხმაურეთ მის განცხადებას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. გამოეხმაურეთ მას სოციალურ ქსელში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თქვა, რომ ძალიან საწყენია, როდესაც მაგკრიტიკებენო. კიდევ ერთხელ რომ შევაკასოთ, რამდენად რელევანტურია რაზეც ის ახლა საუბრობს ინფოზე, როცა ჩვენ გვახსოვს ხო შეხვედრები მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ოპოზიციური აქტივისტებთან. ბატონი პეტერი ქართული საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში და ეს არის ყველაზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30 წლიანი მეგობრობა 3 წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებული არის დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის
დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშეწყობა წამქეზებლად და მხარდამჭერად. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მან ასევე მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა Deep State-ზე, რომ აბა სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა და მას დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ მე ერთ ამას გავუსვავს ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს Deep State-თან დაკავშირებული Deep State-ი რაღაც გამონაგონი არის, დასცინის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს, ასევე შეუძლია ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიz ტრას, რომელიც ასევე საუბრობდა Deep State-ზე ბრიტანეთში, პრინციპში დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ხედავთ სხვა ხალხების მიმართ და კიდევ ერთხელ ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია და შევეჩვიეთ და ხედავთ, მაგრამ ამ მოეძოს დასცინის ამერიკელებს, დასცინის ბრიტანელებს და რა ვიცი, გამოდის რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს, არ ვიცი, სრულ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ მან გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ძიელი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს და ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს და გაავლო პარალელი ფაქტობრივად ელჩობამ აქცია მთავარ მართლებლის და მეორე მართებლის და მეორე მდივნის სინონიმად. ის ზიანი მე ხაზი მინდა გაუსვა, ეს არ არის ძალიან ისეთი მსუბუქი შემთხვევა, მან თავადაც განაცხადა, რომ ცოტა ხანში დატოვებს საქართველოს და როგორც თვითონ თქვა, თბილად სავარძელში წამოწვევა და იქიდან დააკვირდება საქართველოს. მან ის ზიანი, რაც მან მიაყენა არა მხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, არამედ მიაყენა ელჩობას, უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს მიაყენა ზიანი და ქართველების თვალში დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესების და მიზნების მატარებელი და წარმომადგენელი და ამით მიაყენა ზიანი მთლიანად ელჩობას საქართველოში და მე სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდები. გერმანიის ელჩის განცხადების იმ ნაწილზე მინდა გკითხოთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება, ის ამბობს, რომ გასაწევრიანებლად საჭიროა საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობა მიიღოს და თუ ეს არ მოსწონს, მაშინ უარი თქვას ამ პროექტზე და დროს აქცენტ მხარეს არ დაგვაკარგებისო. აი რას ნიშნავს ეს რა გზავნილია და რატომ აქტიურობს ამ მოქმედების ელჩი? ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში. არ ვიცი მე ბატონ პეტერს რა წარმოდგენა აქვს, თუ გონია რომ ბერლინია ევროკავშირი, ევროპის დედაქალაქი. ეს ცოტა რაღაც სხვა ეპოქიდან არის ეს წარმოდგენები და ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირის გასაწევრი და რა არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არა თუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში, თითქოს მის მეურვეობის ქვეშ იყოს ევროკავშირის ელჩი და თვითონ ვერ იტყოდეს იმას, ისი თქმაც უნდა, არ მგონია მე რომ ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმისი, რაც ევროკავშირის პოლიტიკა არის. და რა ვიცი, ეს ადამიანი გამოვა ხან ჩემ წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ, მას ხო არ მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკი თავის პასუხი გასცა, რაც გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და კიდევ ახლა ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი თუ გერმანია თუ ბერლინი არის დედაქალაქი ევროკავშირის გაგოგებინონ თუ კი ეს არის ახლა დღევანდელი ისტორიული მოცემულობა. კიდევ ერთხელ წარმოუდგენელია, არ ვიცი ეს ადამიანი რა გითხრათ რომ ესე იგი არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის და ჩვენი კეთილი რჩევები, რომლებიც თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ურჩევდით რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, არ შეურაცხყოფა არ მიეყებინებინა მასპინძელი
ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლების არაფერი ეს ადამიანი არაფერი ამ ადამიანს არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგასახლებო სამინისტრო და მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც და თავდასხმები, რომელიც მისგან ვიყავით შეჩვეული, სამწუხაროდ ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობა საქართველოში და ამითი ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში იმედია დაიხურა. ფერჩის დაწოლზე კი ისაუბრეთ აი ფერჩის და მიიღეთ თუ არა ოფიციალური პასუხი პავლო ფერჩინსკის მხრიდან, იმიტომ რომ 2 კვირა გავიდა, რაც თქვენ ოფიციალური წერილით მიმართეთ, ხო მას? ოფიციალური პასუხი ხო არ მიგიღეთ ბატონშაუს? არა, მან თქვა რომ გადააგზავნა ბრიუსელში, მე იმედი მაქვს რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და იმედია რომ აქედან დასკვნებს გამოიტანოს. სხვა შორის გუშინ იყო სტატია ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის, რომელშიც სწორედ იყო ხაზგასმული ეს საკითხები, რომ დასკვნები უნდა გამოიტანონ. სამწუხაროდ ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელიცაც კაია კალასი განასახიერებს და ყველა ხედავ, ევროკავშირის შიგნით არის მის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი არც კი ხვდება მას. აი სამწუხაროდ ეს დღეს კაია კალასი არის სახე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის. აი როგორც ესტონეთის ის იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, როდესაც მისი მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა, რომ აზიანებს ხვებს, უბრალოდ ყოველისა აზიანებს საკუთარ თავს და ამ ზიანს ხედავთ ჩვენ დღეს ადარდება ევროკავშირი. მიშელზე კითხავთ ეს სტეიტზე ისაუბრეთ თქვენ აი რომ განმარცხოთ რა დამოკიდებულება მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ როცა ამბობთ რომ ხალხის მოსაწყვეტად და მათზე ზეგავლენის მოსახდენად მოგონილი კონსპირაცია deep state. მარტივ ის დასცინის პრეზიდენტ ტრამპს და არ ვიცი ჩვენ ვიცით რომ ასე ვთქვათ ის რა დამოკიდებულება რაც მას აქვს ახლა ქართველების მიმართ გამოდის აქვს ამერიკელების მიმართ დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლის ტრას არ ვიცი საიდან აქვს ამ ადამიანს ეს განწყობები, დამოკიდებულებები, პრეტენზიები და ამგვარი ეგო რომ ვერავერ დავაკმაყოფილეთ მისი ეგო ვერავინ რომ ყველას უნდა დაგწინოს, იქედნურად გველაპარაკოს აი ის ფორმა რომლითაც ის საერთოდ ამ საკითხს ეხება და არის აბსოლუტურად გაუგებარი და მე უბრალოდ ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს რომ ეს არის რაღაც კამიკაძის დონის ქმედება იმისთვის რომ თავის დაიზიანოს და საბოლოო ჯამში დააზიანოს ქართულ-გერმანული თუ ქართულ-ევროკავშირის და საქართველოს შორის ურთიერთობა. აჩვენებს ერთ რამეს, რომ ქართველებმა ჩვენი პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ მშვიდად. ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს არც ერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ დაიცავს, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამის მაგალითები გვაქვს დღევანდელობაში, ბრიუსელის დამოკიდებულებაში ძალიან კარგად ჩანს საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ, ჩვენ მთავარია ჩვენი სახელმწიფო ავაშენოთ. ავაშენოთ ისეთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და არა ისეთი, როგორც უნდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და საბოლოო ჯამში ჩვენი სიმართლე თავის თავს გაიტანს. ყოველთვის ასე იყო, ყველაფერში აბსოლუტურად, ისე როგორც ინსტიტუციონალ მშენებლობაში. ასე რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისეულობას, რომელსაც ჩვენ ხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან, რომელიც თავს ესხმის საქართველოს და ეხუტება მათ ვინც საუბრობს მედიის თავისუფლებას საქართველოში და ჯილდო გადასცეს რამდენიმე დღის წინ მაია სანდუს, რომელიც ტელევიზიებით დახურა მოლდოვაში. საუბრობს საქართველოში პარტიების თავისუფლებაზე და გმინდათ ყავთ გამოცხადებული უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც პარტიები დახურეს სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე მათ შორის. ასე რომ აი ეს არის სამწუხარო რეალობა. ამაზე ვსაუბრობ ჩვენ რომ დღეს ევროკავშირში, ევროპულ კავშირში, ევროპული კავშირში ევროპა მხოლოდ დასახელებაში რჩება სამწუხაროდ და უფრო მეტად კავშირია და ემგზავრება უფრო მეტად და მეტად საბჭოთა კავშირს.
რამდენად აქვს რეალობასთან ახლოს ამ განცხადებას? ხა იმ ორგანიზაციისგან რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია და იცით რომ საიამ წაიღო სტრასბურგში გაასაჩიო სტრასბურგში საქმე რომელზეც 2 დღის წინ იყო გადაწყვეტილება სტრასბურგის სადაც დამარცხდა საია და მისი დამფინანსებელი ევროკავშირი რომელსაც უნდოდა რომ საქართველოში ზიზღის დაკანონება მომხდარიყო ხა როდესაც ეს არის რომ გინება ლანძღვა მიაჩნია გამოხატვის თავისუფლება ხა იმ ორგანიზაციისგან დამხობისკენ მოწოდება რომ გონია პოლიტიკური განცხადება გასაკვირი არ არის ჩვენ ერთ რამეს უნდა გავუსწოროთ თვალი რომ ეს რაიმე რაღაც მათი სამართლებრივი არაკვალიფიცირების გამო კი არის ეს პირდაპირ დავალება რომელსაც იღებენ მათი დამფინანსების მხრიდან სამწუხაროდ ეს არის დაფინანსება ბრიუსელიდან რომელსაც საია იღებს და სხვადასხვა ევროკავშირის დედაქალაქიდან რომელიც პირდაპირ მიმართულია იმაში რომ საქართველოში ძალადობა ზიზღი დეზინფორმაცია პროპაგანდა იყოს დაკანონებული და ამაში იხარჯება ფული სამწუხაროდ ევროკავშირის მოქალაქეების ფული მაგრამ როგორც ახლა სხვა დროს არ ქონია გასავალი მათ დეზინფორმაციას ამ შემთხვევაშიც არ იქნება. წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში ვინუშის და მე ხო კიდევ ერთხელ დამარცხდებიან თავის ბრიუსელთან ერთად ამ საქმეში და მე ნახავენ ყველაფერს. მედიას უმალავენ ამ აქტივობას, ყოველ შემთხვევაში მედიის უმრავლესობისთვის მათ ეს აქტივობა ცნობილი არ არის. პარალელურად ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის კრიტიკას ციხიდან, ის უწუნებს აქტიკასაც, მოქმედებასაც და ბევრ რამეს მოკლედ ამ ალიანსთან ვიცით, რომ შიდა დაპირისპირება ეს საჯაროდ არის დამტანილი. რა ტიპის ერთობასთან გვაქვს და გას თავაზობს ეს ერთობა, თუნდაც საკუთარ ხარჯებს. ჩვენ ველით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს ჩვენ მიმართეთ მათ შორის ამ საკითხში ჩართულ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი გვაქვს რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ. არაკონსტიტუციური პარტიები არიან კიდევ ერთხელ რომელსაც აქეზებენ გარედან და ხედავთ ჩვენ ხო ეს არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები არიან. ის პარტიები რომლებიც ის ხალხი რომლებიც 9 მაისს აღნიშნავენ არა ფაშიზმზე დამარცხებას 9 მაისს ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს რომლებმაც დღევანდელი ევროკავშირის შესაძლებელი გახადეს 9 მაისს იხსენებენ არა იმ 300,000 ქართველს რომელმაც სიცოცხლე დადო იმისთვის რომ სამყარო და ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც კიდევ ერთხელ არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღის და პროპაგანდის საწარმოებში. ოპოზიციაზე უნდა გითხოთ ბარემ ამ კონტექსტში ბაჩოხალაია აცხადებს რომ არჩევნების ხელისუფლების შესახებ გამორიცხულია, ამიტომ დამხობაზე უნდა იფიქრონ სააკაშვილი 26 მაისის აქციას მხარს უჭერს და ამბობს რომ აღარ უნდა დაიშალოს ხალხი. ხაბეიშვილი მოუწოდებს ოპოზიციას გაიზიაროს სააკაშვილის პოზიცია და ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს. საბოლოოდ ეს დამხობის სცენარი კიდევ არის რატომ არის აქტუალური და რა პერსპექტივა აქვს მათ ამ ამას უყურებთ ჩვენ უკვე 14 წელია რომ არ გვასვენებენ გარედან სააკაშვილი ამის კარგი მაგალითი არ გვასვენებენ გარედან და უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. თქვენ მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გზას აცდაო, შეგახსენებთ ეს ის გზა არის, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. გესმით, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში ჩვენ, რომ სინამდვილეში ეს უნდა შეგვაგუონ, ჩვენ თუ გინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ეს როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ ეს ტვირთი და შემდეგ გაგვეხსნება
გზა ევროკავშირისკენ და მეორე უარი თქვა ჩვენ სუვერენიტეტზე. მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან, არა სტანდარტების გამო, არამედ მათი პოლიტიკური გემოვნების გამო და ჩვენი მთელი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც ასწლეულები ქონია, დავასრულოთ ასე არასახელოვნად. ეს არის სწორედ რისკიანად გვიბიძღებენ, რომ არასახელოვანი წევრობა გქონდეს ევროკავშირში. ვინც დააპირა დამხობა, ხედავთ, რომ თავად დაიმხნენ საჯარო ახსოვლების დაწესებულებაში, ასე რომ მე მგონი ეს ერთადერთი პერსპექტივა, რაც ნებისმიერ ასეთ ცდილობას აქვს, არის ის, რომ ყველა ვინც საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლებს, ყველა აღმოჩნდება პენტენციურ დაწესებულებაში. დისკუსიაზე ხელისუფლების იმერკეტიკულად განსხვავებებს კი აღიარებენ, რომ ქუჩის პროტესტის ხუთი აღარ აქვს და შედეგი არ აქვს. ასევე თვითონ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ევროპას საჭირო პრაგმატული თანამშრომლობა, მათ შორის ყურადღებას ამახვილებს შუა დერეფერში საქართველოს როლზე. ახლა რაზე მიანიშნებს მათი მხრიდან ეს რაღაცნაირი შერბილებული ტონი საქართველოს მისამართზე? ნახოთ, ჩვენ თავარია ერთი რამე გვასწავლა ბოლო 4 წლის გამოცდილებამ განსაკუთრებით და 6 წლის გამოცდილება თუ კი 2020 წლიდან შევხედავთ, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული თავდასხმა საქართველოზე, ჩვენ თავარი ვიცით ერთი რამე, ჩვენი ერთადერთი საზომი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამ ასე ველაპარაკებით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას ჩვენს გარშემო თუ არაგარშემო. საქართველოს ეროვნული ინტერესები. რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებში, იმ საკითხზე ჩვენ მზადვართ შევთანხმდეთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმაზე ვერ შევთანხმდებით. და არაერთხელ გვითხოვთ, ჩვენი ეროვნული ამოცანა მთავარი არის ქვეყნის გამთლიანება, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ემსახურება, ჩვენ მზადვართ ამ ნაბიჯზე წავიდეთ და ამ საკითხებით თანამშრომლობთ. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორც არის მაგალითად რუსეთთან ესკალაციაზე ბიძგი, რასაც ევროკავშირი ცდილობს უკვე ბოლო რამდენიმე წელი არის, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ წავალთ. იგივე ეხება მეორე ამოცანას ეკონომიკურ კეთილდღეობა მოსახლეობისა, რაც კარგია ჩვენი მოსახლეობისა, იმას გავაკეთებთ, რაც არ არის კარგი, არ გავაკეთებთ. ასე რომ თუ კი რაიმეს უნდა შეეგუონ გარე ძალები, უნდა შეეგუონ ამას, რომ საქართველოს ყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით. და მანამ სანამ აქ ვერ დასვავენ მარიონეტულ ხელისუფლებას, ვერ დააბრუნებენ, ვერ დასვავენ იმ ხალხს, ვინც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებს, ხან ბრიტანეთის დროშას აფრიალებს, ხან უკრაინის დროშას აფრიალებს და ხან რომელი ქვეყნის დროშას საქართველოს დროშის ნაცვლად, აი ამ რუსთაველის პროტესტის ხალხს, ეგრეთ წოდებულ სხვა ქვეყნის დროშების მოფრიალი ხალხს. სადამ ამ მარიონეტებს არ დასვავენ კაბინეტებში, მანამ საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი და ამას უნდა შეეგუო. გიორგი კანდელაკიც მონაწილეობდა და უილსონიც, რომელიც ამბობს, რომ მართველი პარტია თეირანის ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობს. რა პასუხი გაგვთხოვეთ? ჩვენ ვიცით, რომ აი კონტაქტი ხელისუფლების შორის არ არსებობს. ერთ-ერთი კონტაქტი, რასაც ვაკურტებით, არის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის ხელისუფლების შორის მოლაპარაკებები. ასე რომ არ ვიცი, ამას შეუძლიobia ამაზე თავად საკუთარ ხელისუფლებასთან ისაუბროს, რა კონტაქტები და მოლაპარაკებები არსებობს. დაგაშავა რამდენიმე კითხვას დაგისვამ, თუ პირველ ორს ამინდა კითხოთ ალიანსთან დაკავშირებით, ალიანსმა მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას და უთხრეს, რომ საქართველოს საკითხი ის წესრიგში იყოს ყოველთვის და ყოველთვის იყვნენ ყურადღებით საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. პასუხად მიიღეს, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველი ხალხის ერთგული, თუმცა დემოკრატიული იმპულსი აუცილებლობის მხრიდან კვლავ სახეზი არის და თუ ქართულ ოცნებას შეიცვლის ამ კურსს, ვერანაირი დიალოგი ვერ იქნება ევროკავშირთან. რას აპირებთ? თქვენი პასუხი რა იქნება? თქვენ აღშევსმენია, რომ ასეთი ევროპა არ გინდათ, მაგრამ ასეთი ევროპა არსებობს და ასეთი ევროპა გეუბნებათ, რომ დემოკრატიული იმპულსს თქვენ გადავდგეთ და თუ გსურთ, რომ ისევ იყოს მოლაპარაკებები, დიალოგი, მაშინ ეს კურსი უნდა შეცვალოთ. იქნება თქვენი პასუხი. ევროპას სხვადასხვა სახე ქონდა. 55 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ქონდა. შემდეგ ეს სახე შეიცვალა და დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა ვხედავთ, რომ მას კვლავ გამოწვევები აქვს, ცივილიზაციური გამოწვევები, რომელზეც არ მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ. ამერიკის შეერთებული შტატები მიუთითებენ, რომ ცივილიზაციური უფსკულისკენ მიექანება დღეს ევროკავშირი. ასე რომ ევროპის აგიფათ ის რაც ჩვენ ევროკავშირში ასე ვთქვათ გვიზიდავდა, ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა.
კიდევ ერთხელ ჩვენ ევროპის ფაშისტური სახე გვინახავს და ამას ვებრძოდით 300,000 ქართველი დაიღუპა იმის გამო რომ ევროპა იყო ფაშისტური. ასე რომ ჩვენ და არავის არ უნდა დაავიწყდეს რომ ისტორია შეიძლება ნებისმიერ დროს სხვადასხვა მიმართულებით წავიდეს და ყველა ამიტომ უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომაც ფხიზლობთ ჩვენ და დღეს ვეუბნებით ევროკავშირს რომ იმ ნაბიჯებს რომელსაც ისინი დგავენ ისინი მიექანებიან ცივილიზაციული უფსკულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა ისეთ ევროკავშირში რომელშიც მარტო სახელია ევროპული, რა თქმა უნდა ჩვენ ახს ვერ ხედავთ საქართველოს მონაწილეობას, ამიტომ მათ უნდა დაგვანახონ რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების, როგორც იყო საბჭოთა კავშირი თავის დროზე და ხა ესეთ კავშირში ვიყავით. სხვათა შორის საბჭოთა კავშირის ნახევარი კონტინენტურად შევხედოთ ევროპის ნაწილია, ასე რომ ეგეთ კავშირში ჩვენც ვიყავით გეოგრაფიულად ევროპაში, მაგრამ თავის ფასეულობებით ეს ხომ არ იყო ის ევროპა, რომლის შემოქმედებით ჩვენ ვართ. ამიტომ ევროკავშირმა დაგვანახოს, რომ ის კვლავ ერთგული არის იმ ფასეულობების რის გამოც ჩვენ კანდიდატობაზე, წევრობაზე შევიტანეთ განაცხადი, რის გამოც ჩვენ ამდენი წელია ვცდილობდით სხვათა შორის უშედეგოთ ევროკავშირში წინ წასვლას, ეხლა გაახსენა თურქეთს 22 წელს, თორემ მანამდე ჩვენ 10 წლეულები ესე რუტინულად მუშაობდით იმისთვის, რომ დაახლოება გქონოდა. და მეორე, რაც შეეხება ქართული ხალხის მიმართ ერთგულება და ამ ტერმინოლოგიას კიდევ ერთხელ გავუსვა და ამის იქით, ამის შემდეგ მე ვაპირებ, რომ ყოველ ჯერზე გავუსვა ამას ხაზი. ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართულ ხალხს უჭერენ ხალხს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რაც არ ვიცი, მე მგონი საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ ან მე-19 საუკუნეში ასეთ დამცირებას, ასეთი დამცირება ქართული ხალხის რთული არის ჩვენი ისტორიიდან გაიხსენო და პარალელები გააკეთო. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან რაღაც ხალხები და ტომები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა. საქართველო არის სახელმწიფო. ქართული ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო თავისი საზღვრებით, თავისი ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ინსტიტუციებით. და თუ ვინმეს უნდა დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს. და ეს საუბრები ქართული ხალხის მიმართ პატივისცემაზე აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართულ ხალხს მეორე ხარისხოვან ერად, ეს არის ზუსტად კოლონიალისტური აზროვნება, რომ მიიჩნევენ მეორე ხარისხოვან ერად, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა აწყონ სახელმწიფო, იმიტომ თვითონ არიან აბორიგენები, იმიტომ უნდა ასწავლო როგორ უნდა შეარჩიონ თავისი მმართველები, იმიტომ ეს არიციან და არიან პირველყოფილ მდგომარეობაში. აი ეს ამას სინამდვილეში ამას ამჟღავნებს. ეს ტერმინოლოგია ამჟღავნებს ამ დამოკიდებულებას, რომ ქართულ ხალხს ჩვენი 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ სინამდვილეში მეორე ხარისხოვან ადამიანებად, რომელიც აქ რაღაც ჯგუფურად ცხოვრობთ რაღაც ტერიტორიაზე და ხინკალს უმზადებთ და ხაჭაპურს აქ ჩამოდიან და მოსწონთ ჩვენი ცეკვა თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭყვაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოველ ჯერზე, როდესაც იქნება ასეთი მიმართვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ქართულ ხალხს შეეცდებიან რომ გამიჯნონ ქართული ხალხი საქართველოს სახელმწიფოსგან, ყოველ ჯერზე მე პირადად ვაპირებ, რომ სათანადო პასუხი დაუბრუნო ყველას, ვინც ამას გააკეთებს, დაუბრუნოთ იმ ხრივ, რომ ეს იქნება კოლონიალისტური დამოკიდებულება და იმის წარმოჩენა თითქოს საქართველო არის ვინმეზე ნაკლები ადამიანი, მეორე ხარისხოვანი ერი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა მართოს. კიდევ ვკითხავთ, რომ პარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი ითხოვს ევროკავშირისგან ბრიტანეთის სანქციების გაზიარებას და იმედის საკითხის შესწავლას, როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ ევროკავშირის მხრიდან შეიძლება თუ არა, რომ იმედის სანქციები გავცემდეს და ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ ისე რაკეტებსაც დაგუშენენ საქართველოს, ხო? ჭკუა მათ არ მოეკითხებათ. ერთ-ერთი ის არის, რომ საბედნიეროდ იმის ძალაუფლება არ აქვთ, რომ რაკეტები გამოისვენ ჩვენსკენ, თორემ გარწმუნებთ, ნება რომ ისე რაკეტებს დაგუშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ
და თან აქ აურებ გაამართლებდნენ რომ კიდევ დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდა ჯარი. კონკრეტულად ის ხალხი რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოირჩევა თავისი მტრული დამოკიდებულებით. ასე რომ ახლა აქ არაფერი გასაოცარი არ არის, მით უმეტეს ვიხილეთ ჩვენ ბოლო პერიოდში ევროპარლამენტში თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობები. ასე რომ როცა ასეთი მტრული გარემო არის ქართული ხალხის მიმართ ევროპარლამენტში, გასაკვირი არაფერი არის. უნდა გითხოთ კიდევ ევროსაბჭოში და შემდეგ ხარცობის ინსტიტუტთან დაკავშირებით გითხოთ ბატონშავა. ირანთან ურთიერთობებზე იყო საუბარი, ხარცობის ინსტიტუტმა ისევ საუბრა ქართული ოცნების და ირანის ურთიერთობებზე, თქვენს კავშირებზე ირანთან და არის თუ არა ეს წინააღმდეგობა ზოგადად შტატებთან ურთიერთობაში. რა შეგიძლიათ თქვენ გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით? მეც მთავარი პირობა არის ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არის თუ არა ირანის გავლენების შემცირება ერთ-ერთი მთავარი პირობა ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ საკითხზე ირანთან? ბოლოს თქვენ როდის იგრძენით ირანის გავლენა საქართველოში? ასე როდის შეიგრძენით ბოლოს როდის დაუბერა ირანულმა გარემომ? არ არის სინამდვილეში სერიოზული. სინამდვილეში ყველამ ხო ძალიან კარგად ვიცით რომ ეს არის ერთი ადამიანის ჯო ვილსონის აკვიატება. ამ ადამიანს აქვს აკვიატება საქართველოსთან დაკავშირებით და ხედავთ რომ არ არსებობს ესე იგი მისი სიტყვა, სადაც ამ ჯადოსნურ ფორმულირებას პროირანული რაღაცებს ამბობს ხოლმე, ხო, ჩინეთის კომუნისტური პარტია პროირანული და ამ ადამიანს ეს უბრალოდ რაღაც ისე აქვს, რა ქვია, აკვიატება აქვს, რომელსაც მანტრასავით იმეორებს ხა. იცით ადამიანს თუ აკვიატება ჩვენ ამას პოლიტიკურად ვერ უპასუხებთ, ამას სხვანაირი პასუხი სჭირდება და საკუთარ ჯო ვილსონის აკვიატებაზე სერიოზული კომენტარები მე უბრალოდ შევწყვიტოთ. ამითი უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ სერიოზული კომენტარები ბატონი ვილსონის აკვიატებაზე. იმიტომ ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უშველით. ამას ვერც ავხსნით, ვერც რამეს დაუმტკიცებთ, ვერც რამეს ვეტყვით, იმიტომ ამ ადამიანს ვიცით რომ ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, მათ შორის ანგარიშები გამოქვეყნდა, ასე რომ ვაცალოთ ადამიანს აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, გააკეთოს ეს განცხადება, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი, თუ რამე შემოსავალი აქვს დასაყრდენ. ამასალან ეხთ. ხშირად? აზე იყო ჩასული. აბორაზე. სამზე არ. უღურეთ ხო რატომღაც იქ უღურეთ აი ეს არის კიდევ ერთხელ რომ პირველი რომ ესე იგი ურთიერთობას თქვენ თუ ეძახით იმას რომ როდესაც რეგიონში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და მათ შორის ვიცით რომ კატასტროფაში გარდაიცვალა პრეზიდენტი და ჩავიდა რეგიონიდან ყველა, მათ შორის ევროკავშირიდან იყვნენ ჩასულები, მათ შორის ჩვენი ყველა მეზობელი იქ იყო და სამძიმარზე ჩადის ადამიანი ამას პოლიტიკურ კავშირებს და კონსულტაციებს თუ რას უწოდებს საერთოდ არ ვიცი ამას შეუძლია მხოლოდ ჯო ვილსონმა მისცეს დაინახოს ასე იმიტომ რომ უბრალოდ მისი აკვიატება ასეთი და თქვენ რომ ასე აგათეთ თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ რუსეთს ოკუპირებული აქვს რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია სხვა ჩვენს ასე იყო ოკუპირებული მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში დადიოდა სხვათა შორის ზუსტად ასე დადიოდა მოსკოვში ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე ასე რომ კიდევ ერთხელ მოდით ყველა ხო ხვდებით რატო ვატყუებთ ერთმანეთს მოდით ყველა ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და უთხრათ ეს არის ჯო ვილსონის აკვიატება ვაცოდოთ ხოლმე ამ ადამიანს რაღაცა თავისი ინტერესი აქვს კი ბატონო თუ ეს რაიმენად შველის მის ცხოვრებას რაიმენად გაუმჯობესებს რომ საქართველოზე ეს ფრაზები თქვას ასეკოვანი ადამიანი არის და მოუთმინოთ ერთ-ერთჯერ ასეთი განცხადება რა უყურთ მან საჰაერო სივრცის გამყენებაზეც ისაუბრა და ნახეთ ციტატას საკითხავთ ქართული ოცნება დაეხმარა ირანს მიმდინარე ომში იმით რომ თავისი საჰაერო სივრცის გამყენების უფლება მისცა რუსულ სტრატეგიულ ავიაგადამზიდებს რომლებსაც რესურსები მიჰქონდათ რათა დახმარებოდნენ ირანის რეჟიმს აი თქვენ ამ ბრალდებას რას უპასუხებთ ჯო ვილსონის მხრიდან წენანდი მოვისმინეთ თქვენი გზავნილები თუმცა საჰაერო სივრცის გამყენებაზე როდესაც საუბრობს ის თქვენ როგორ უპასუხებთ ამას ვერანაირად ჩიხში ვართ
რა ვქნათ ეხლა ვერ დავამტკიცებთ თუ სპილოები არ ვართ ეხლა მოგეთ კიდევ ერთხელ გიორგი კანდელაკის ძმაკაცი რო იქნება ადამიანი და იმის ჭკვაზე იulis რა ვქნათ რა ვქნათ დავივიწყოთ ეს ყველაფერი უბრალოდ ვაცადოთ ეს ადამიანი მას გაცხადებული აქვს რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს შემდეგ არჩევნებს ელოდება და მიდის პოლიტიკიდან ვაცადოთ რომ შვიდად წავიდეს ეს ადამიანი პოლიტიკიდან ავიტანთ ერთი 10 ცდილობა კიდე დარჩენილი აქვს რომ დაგვიძახოს პროირანული და პროჩინური არა უშავს ავიტანთ როგორმე იმის იმედით რომ ეს ყველაფერი დასრულდება მაგრამ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ერთს ვიკითხავ შუა დერეფის მნიშვნელობა არ გავაზიარეთ ასეთ რამეს ახობს საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება და საუბრობს რომ არ გერმანულ კომპანიებს არ უყვართო ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირებაო რატომ აკანინებს ახლა გერმანიის ელჩი შუა დერეფის როლს როგორ ვიქნებთ რამეს მე გითხარით ეს არის მისი კამიკაძე ქმედება, რომლითაც თავის თავსაც აზიანებს და ცდილობს ბოლო ეს განწირული რაღაც აქტები ჩაიდინოს იმისთვის, რომ რაიმენაირად დაგვაზიანოს. რაც შეეხება იმას, რომ ჯერესერთი რა დემოკრატიაში გვედავება ეს ადამიანი და შეხედოს ბერლინში როგორ შლიან მშვიდობიან მიტინგებს და ამის შემდეგ ველაპარაკოს საერთოდ რაიმეზე, ძალადობაზე და ასე შემდეგ. ეს ერთი. და მეორე, რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას, დემოკრატიას და კომპრომისებს. მოდი ერთი გაიხსენოს სურათები, როდესაც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი ჩავიდა სირიაში და იქ როგორ მოხდა, როგორ ასე ვთქვათ, ჩაიხუტეს მალევე სირიის ხელისუფლება. სირიის ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს სხვათა შორის და საერთაშორისო სამართალსაც არღვევს ამ მხრივ, ყველა სხვა საკითხთან რო არ ვისაუბროთ, ჩაიხუტეს, ხელი ჩამოართვეს ბერლინში უმასპინძლეს იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ერთი. რა ვიცი ხა თუ კი სირიაშია დემოკრატია და ჩვენთან არის დემოკრატია, კი ბატონო, მაშინ ვიტყვით რომ ჩვენ ყოფილვართ ტირანები, ერთადერთი ბოლო ტირანები დედამიწის ზურგზე მის თვალში. სიამოვნებაში ეს ყველაფერი ტყუილი. მას თქვა რომ წრინს ოცეუნებიან რომ მატყუ არა, მაგრამ ნუ იტყვის ტყუილს და არც არავინ არაფერს არ ეტყვის და ეს ფარისეულური საუბრები რომ ღირებულებები და ასე შემდეგ ჯერ აღირებულებზე გვესაუბრება ეს ერთ საკითხია, მაგრამ მეორე არის კარგად ხედავდი თავზე როგორ გადაგვიფრენდა ხოლმე სხვადასხვა სამთავრობო თვითმფრინავი გერმანიის მთავრობის და რომელ ქვეყნებში ჩადიოდნენ, ვის ეხუტებოდნენ, სად რა დემოკრატია არის და სად როგორი სისტემა არის. ასე რომ ეს ცინიზმი დაიტოვოს თავისთვის, ისაუბროს შიგნით თავის ხელმძღვანელობას. გითხოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მასთან დაკავშირებით საუბრობთ, თქვით რომ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს პენტენციურ რასებულებაში. ვიხართ თუ შეიძლება რამბოლოდი და 26 მაისზე და შეიძლება თუ არა ჩვენ ველოდოთ ახლა დაკავებულ. ვიცით 4 ოქტომბერი იყო და რამდენიმე პოლიტიკოსი ციხეში გავხდით ამ აქციის გამო. ახლა 26 მაისზე ჩვენ შეიძლება დაკავებები ვიყიდოთ, იმიტომ რომ პენტენციურ დაწესებულება ახსენებს და იქ წასვლა ვინც ერთ-ერთი არჩევა ვიქნებოდა თავის დაკავდებიან ეს ადამიანები. მეტი მანდ არაფერი მოსმოლოდინი არავის არ აქვს. ჩვენ ხედავთ რომ არის აბსოლუტურად აგითხრათ იდეა აბსოლუტურად რაღაც ყველა საფუძველ, ყველა რაღაც მხარდაჭერა დაკარგული ადამიანების ჯგუფი, რომელიც უბრალოდ და მე ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხედავთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არიან რაღაცა გაბოროტებული რაღაცაზე და აი ამ თავის ემოციურ პრობლემებს ახვევენ შემდეგ სხვებს. ნუ ხედავთ ახლა ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ რომელსაც სხვა გასავალი მათ ნეგატიურ ემოციას არ აქვს და ერთადერთი სადაც ესენი ამ გასავალს ხედავენ არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცვა და დაიცალონ კი ბატონო თავისუფალი ქვეყანა როცა უნდათ გამოვიდნენ ისაუბრონ ერთმანეთთან, დაკავდნენ ერთმანეთით. სხვა რატომ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რატომ უნდა იყოს? რატომ უნდა იყოს? აი რატომ უნდა დააკავო ადამიანი, რომელიც უბრალოდ მშვიდობიანად არის და თავისთვის არის. ხო არანაირი საფუძველი არ არის და ვინმე ამბობს, რომ იქ ძალადობა უნდა ჩავიდინათო, მოგეთქვეს? ძალადობაზე არ არის საუბარი. აბა თუ არ არის? არა, მე ვახსენე ვინმე ძალადობას ჩადენა თუ უნდა თქო, მაგრამ ხო არ ჩაიდნენ ძალადობას, ეს ხო მშვიდობიანი ხალხია.
ჩვენ ხო ვერ ვიფიქრებთ რომ მათ ჯიბეში მაშხალე ექნებათ ან ბენზინის ჩაასხამენ ბოთლებს, ხო ესეთ ხალხი არ არის, ესენ ხო თეთრი ფუმფულა ხალხი არიან და მხოლოდ თავისი სინდისი კარნახობს, რომ ბოთლში ჩაასხას ბენზინი და ადამიანს გადაასხას და ცეცხლი წაუკვდეს. ეს ხო აჩვენებს ევროპულ სინდისიერებას, რომ ცოცხლად თუ ადამიანს დაწვალ, ალბათ ეს ინკვიზიციიდან არის რაღაც ევროპულ ღირებულებად გადმოტანილი, ინკვიზიციის სურათების გამეორება, რომ დადგავ აი ეს არის სინდისის ყველაზე მაღალი გამოვლენა და შემდეგ ეს ადამიანი რომ ამ ადამიანს მიურჯიან სასჯელს, მე უნდა თქვა რომ ეს კარგია, იმიტომ რომ როგორც თავის დროზე ამართლებდნენ ინკვიზიციის დროს ცეცხლის წაკიდებას ადამიანისთვის, სინამდვილეში ზუსტად ესეთი ევროპელები გყავს, ახლა დავფიქრდე დღესაც, იმიტომ რომ დღესაც ზუსტად ცეცხლის წაკიდებას ადამიანის ცოცხლად დაწვას ამართლებენ ბრიუსელიდან სხვათა შორის, გერმანიის ელჩით სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩით სხვათა შორის და მათი მხარდაჭერილი ქართული ეს რადიკალური ოპოზიცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშზე უნდა გკითხოთ ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს დღეს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მზად არ არის, საუბრობენ ისევ ოპოზიციაზე ზეწოლზე და კვლავ ახსენებენ ნივთიერება გამეც. როგორ ახასებთ თქვენ ამ ანგარიშს? ვიცი, ხა როდესაც იცით რა ამდენი ამ ანგარიშმა შეიძინა, ეს აღარ არის უკვე ტყუილი და დეზინფორმაციის ხასიათი, ეს არის უკვე თაღლითური ანგარიშები. შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიური პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით დააზიანონ ნახონ სარგებელი და დააზიანონ სხვა. ეს არის პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი, ეს რაც არის ანგარიში, პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი არის და ახლა ჩვენ იცით რომ პასესაც შეეხება ჩვენ დელეგაციას აღარ ვაგზავნით უკვე რამდენიმე ხანი არის, იმიტომ რომ ხედავთ რომ ამ ადამიანს არ უნდა ველაპარაკოთ. ანუ შეუძლებელი როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც მიდიხარ ელაპარაკ, გეუბნება რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. აი იქ ხო უკვე მთავრდება და უკვე ხვდები რომ ეს ადამიანი ან არის სულელი და ვერ ხვდება საერთოდ რა არის ის დანაშაული და ასე შემდეგ. ან არის შეიძლება კორუმპირებული რომელსაც დაავალეს და ამას ლაპარაკობს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ თაღლითურ ანგარიშთან დაკავშირებით არათუ კომენტარი ვერ გვექნება. პასეშიც არ მონაწილეობ დელეგაციის სახით და მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. ამ თემაზე დავაზუსტებ ბატონშავა. შევაკი არის რომ თუ რამეს არ შეცვლი, არჩევნო კანონმდებლობაში ბატონშავა. ფაქტია რომ ისინი თქვენს მიერ ჩატარებულ არჩევნებს ისევ არ აღიარებენ. აპირებთ თუ არა რაიმე შეცვლას, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობენ რომ არანაირი ნიშანი რომ საქართველოში ახლა ამ ეტაპზე რა მდგომარეობაც გვაქვს კანონმდებლობა იქნება თუ არსებობს მდგომარეობა დემოკრატიული არჩევნებად ვერ ჩატარდება. ის ვინ ეკითხება მათ რომ ჩვენ გაგვისაზღვრონ რა არის არჩევნები და რა არ არის არჩევნები. კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ არის ჯგუფი, რომელიც შეუძლებლად ცდილობს უბრალოდ საქართველოს დაზიანებას, მე ხარ რა ვიცი, თავის დროზე რუსეთიც არ აღიარებდა შეიძლება რა დაგვეჯერებინა უნდა ამისთვის. რა ვიცი, ახლა ეს არის მთელი მოცემულობა. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და ჩვენი ხო, რუსეთმაც მოახდინა ჩვენი იზოლაცია, არ შედიოდა ალკოჰოლური სასმელები რაღაც პერიოდი, რა ვიცი, სავიზო რეჟიმი დააწესა და რახან რუსეთმა იზოლაცია მოახდინა თავისგან ჩვენი, ამიტომ უნდა დაგვეთ, ხო? ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეს არის პირდაპირ არ არის განსხვავება, განსხვავება არ არის ამ თემაში. ამ თემაში არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ სუვერენიტეტს პატივს ვინ არსცემს, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ეს დაახლოებით იგივე რაც წეგან თქვი. დანიაშიო სამაგიეროთო ეკონომიკურად დიდრები არიანო და ამიტომ უნდა ურტყან, თურმე შეიძლება. და რა გამოდის ესე იგი, რაღაც მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვს ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ. ჩვენი სუვერენიტეტი მარტო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს თუ გვაინტერესებს ყველას მიმართებაში. ამიტომ დიახაც ზუსტადაც რომ იმეორებენ რუსეთის პოლიტიკას, როდესაც ისინი ვიცდილობს რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს და შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სხვა ჩვენ ახალი საარჩევნო კოდექსი შეგახსენებთ ერთმანეთს. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი, რამდენიმე ასეული მუხლისგან შემდგარი,
და კრიტიკა რამაზე მოისმინეთ, ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც საუბრობდნენ, რომ საზღვარგარეთ უბნების არ გახსნის საკითხი იყო ერთადერთი. სხვა რამე კრიტიკული მოსაზრება ვინმესგან მოისმინეთ, რამე გახსენდებათ, არანაირი კრიტიკული მოსაზრება არც კი იყო. ამიტომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. რიგარეში არჩევნებს 28-მდე არჩევნებს არ განიხილავს ქართული ოცნება და რა შემთხვევაში შეიძლება ესეთი არჩევნები ვნახოთ ჩვენ. იმიტომ რომ ამის მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა არ განიხილავს, მაგრამ რა აზრი აქვს მათთვის, ვინც ახლა ცდილობს რომ ესეთ საკითხები წამოაყენოს, რა აზრი აქვს? რომელ არჩევნები ხო 26-ში დამარცხებენ, 27-ში, 28-ში რა მნიშვნელობა მარცხი ყოველთვის მარცხი იქნება და ეს არის მათი პრობლემა. მათი პრობლემა ის კი არ არის რომ არჩევნები როდის იქნება 26-ში იქნება, 28-ში, 27-ში, 29-ში. მათი პრობლემა ის არის რომ არჩევნებში მარცხდებიან. მხარდაჭერა არ აქვს, იმიტომ როგორ შეიძლება მხარდაჭერა კონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს რომ უნდა იყოს უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი. აი ესეთი ხელისუფლება უნდათ, რომ აქ უნდა იყოს, უცხოეთისგან მართული ვასალური სახელმწიფო და ამ ვასალობას ჩვენ გავეკეთით 35 წლის, აგერ რამდენიმე დღეში აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს და 35 წლის წინ გავეკეთით ამ ვასალობას სისხლით მათ შორის და ბრძოლით. და ამ ვასალობაში დაგვაბრუნონ იმის გამო, რომ ვისი ვასალიც ვიქნებით, იმ სახელმწიფოს სახელი რთი კი არ დაიწყება, რაღაც სხვა ასოთი დაიწყება. ეხლა ამითი რა იცვლება? ჩვენთვის ყველაფერი არ იცვლება. არ არსებობს ვინმეს თუ გონია რომ ოქროს გალია რაიმე უკეთესი არის რკინის გალიაზე ძალიან ცდება. თავარი არის თავისუფლება და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ ყველას თან მიმართებით. უკრაინის ინიციატივაა და კიევს გეოპოლიტიკური ინტერესი გააჩნია. თქვენ როგორ უყურებთ ახლა ქვეყანას შორის ურთიერთობის გადაწყვეტის საკითხს და უნდა გადადგეს თუ არა ქმედითი ნაბიჯები ახლა უკრაინის ხელისუფლებამ? რა თქმა უნდა ჩვენ თავიდანვე მივესალმეთ, თქვით კიდევაც რომ ეს იყო უკრაინის ხელისუფლების ინიციატივა, მივესალმეთ თუ კი ასეთი ინიციატივა აქვს, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ჩვენი სათქმელი საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ შორის ბოლო შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა. ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ჩვენ ველით რომ უკრაინის ხელისუფლებამ თუ კი მას აქვს მზაობა რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ ნახოთ რო გვაჩვენებს დანარჩენს. ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობას ვაგრძელებთ. თუ კი უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტს რომ ახლა მას სურს კეთილ მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.